არსი ამ საკითხისა თუ რა არის ეპისტოლარული ჟანრი აი რაღაც აჩენს იმის სურვილს რომ კიდევ უფრო სიღრმეებში წახვიდე აი თქვა გადაინაცვლო შუამდინარეთში გაცილებით ადრე ახალ წელთა რიცხვის დადგომამდე შეიძლება ესე პირდაპირ ეს არც გამოხატავდეს აი ამ საკითხისთვის საინტერესო მასალად არც გამოდგეს მაგრამ არის ასეთი ძალიან საინტერესო ფაქტი როცა ინგლისელი არქეოლოგები თხრიდნენ შუამდინარეთში უძველეს ქალაქს ურს აბრაამის სამშობლოს იქ მრავალი საოცარი აღმოჩენა მოხდა მაგრამ პირადად ჩემთვის ძალზე ახლობელია რაღაცნაირად და ძვირფასი ერთი მათი განათხარი მასალა იპოვეს მეომრების საფლავი ამას ასევე ქვია მეომრების სამაროვანი ქვია მას იყო ერთი 300-მდე თუ არ ვცდები მეომრის ჩონჩხი ყველა ერთნაირი ყველას ესვენა გვერდით მარჯვენა მხარეს თუ არ ვცდები შუბის პირი რაც შემორჩა ყველა იყო ერთნაირი და სტანდარტული ეს საფლავი და მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი იყო ერთ-ერთ მეომარს გულის სიახლოვეს ჰქონდა ქალის პატარა ქანდაკება ჩატანებული ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი ეს პოეტური ბუნების კაცი იყო ვული იყო ასეთი წერს რომ ეს მამაკაცი ეს მეომარი დოკუმენტურად დადასტურებული პირველი შეყვარებული მამაკაცია კაცობრიობის ისტორიაში ეს მოხდენილი ნათქვამი და პოეტური ნათქვამი დიდად საგულისხმოა ჩემს აზრით ეხლა ცოტა ხნით წარმოსახვას მივანდოთ ჩვენი ფიქრები ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ის მამაკაცი იმ ქალს წერილს თიხის ფირფიტაზე წერდა და დაუშვათ რომ ის იმ ფირფიტამ დღემდე ვერ მოაღწია აი მაშინ ვიგულისხმოთ რომ აი იმ პირველი შეყვარებული მამაკაცის წერილი დაეკარგა კაცობრიობას აი რატომღაც აი ეს დიდად მეძვირფასება და მინდოდა ეპისტოლარულ ჟანრზე საუბარი ამით დაწყებულიყო გამქრალი თიხის ფირფიტა ხო შეიძლება მიეწერა მას ამ მეომარს იმ ბრძოლაში უხდო ბრძოლაში დაუპულს ეს წერილი